მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქართული ტვ-ს ეთერში არის ლიტერატურული გადაცემა, ლიტერატურული საღამომშვიდობისა. მე და ყოველივე სიკეთე გისურვოთ ამ ივლისის ცხელ დღეებში. ნელა გაგვეყარა ეს ზაფხულიც, თუმცა მაინც გრილი დღეები არის და მინდა რომ მშვიდობიანი ზაფხული და არდადეგები გქონდეთ. ძალიან საინტერესო გადაცემა გველის დღეს. იმიტომ რომ ძვირფასი სტუმრები ყავს ეთერში, ესენი არიან თანამედროვეების გამორჩეული პიროვნებები, ქალბატონი ლუარა ნიჟარაძე, მეცნიერებათა დოქტორი, ემიგრაციაში მოღვაწე, ქართული საქმეთა მკეთებელი, აი ამ ლამაზი წიგნის ავტორი, აი ეს არის ცხელი წიგნი, ესე ვთქვათ, სატიტულო და ესეთი პირველი ეგზემპლიარი, რომელიც დღეს ეთერში წარმოგიდგენთ. აქ საუბარი არის ემიგრაციაზე, ემიგრანტებზე, ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ქალბატონი ლუარა ნიჟარაძე ხშირად იბეჭდება ლიტერატურულ საქართველოში თავისი, ესე ვთქვათ, მკაცრი და საჭიროებო საკითხებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ზოგადად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეეხება. სულ ლიტერატურულები ვიყოთ ჩვენ, პოლიტიკას ვერ ავწევით, იმიტომ რომ ლიტერატურას და ყველაფერს ამ ქვეყანაში სამშობლოს და ქვეყანას ემსახურება და ბუნებრივია, რომ ჩვენს გაწუხებს ყველაფერი, სადაც ჩვენს ირგვლივ ხდება და ემიგრაცია ყველაზე დიდი ჩვენი საფიქრარი და სატკივარია ეს. აი ქალბატონი ლუარა ჩამოსული არის დროებით იტალიიდან, აი ეს ლამაზი წიგნი გამოიცა, ჩვენ ამ წიგნის ირგვლივ ვისაუბრებთ და ზოგადად მიმოვიხილავთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ჩვენი სტუმარი ყველასათვის ცნობილი და მე ვიტყოდი ერთ-ერთი გამორჩეული, მართლაც აკადემიკოსი, დიდი მეცნიერი ბატონი გია კვაშილავა. რამდენ გაზომილებას უდგას სათავეში ეს პიროვნება, რამდენ საქმეს აკეთებს, რამხელა საქმე გაუკეთა საქართველოს თუნდაც იმ დრაკლიანის ფირფიტების გაშიფრვით და ჩვენ უკვე კიდევ უფრო წავწია იქითკენ, რომ ქართველები და ქართული ენა, სამი დამწერლობის ენა პირველი არის მსოფლიოში და ის კიდევ სხვა ენა, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე მაინც ალბათ დადასტურებელი არ არის ბატონო გია, ფაქტია, რომ საქართველოში არის აღმოჩენილი და ჩვენ ვართ პატრონები აი ამ ყველაფრისა. მოგესალმებით ქალბატონო ლუარა, მოგუწევთ ჩვენ დავიწყოთ წიგნით და მე ზოგადად რა თქმა უნდა ვისაუბრეთ ემიგრაციაზე, ემიგრანტის ყოფაზე და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. დიდი მადლობა ბატონო ჯუბა, მოგესალმებით, მივესალმები ბატონო გია კვაშილავას, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. ჩემთვის დიდი პატივია დღეს ვიყო თქვენი გადაცემის სტუმარი და დიდი პატივია თქვენს გვერდზე ვისაუბრო ამ ეთერში და ვესაუბრო ქართველ ხალხს და ვესაუბრო ემიგრაციას. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. აი ხარით, მადლობა თქვენ. დღეს მიფრინავთ, მე მგონი და აი მოიცავთ დღეს აღამოს საქართველოს დროებით, ისე რა თქმა უნდა დავბრუნდები საქართველოში, ჩემი წასვლა მოსვლა მუდმივად არის ძახილი სამშობლოს მიწისა, იმიტომ რომ მე უცხო ქვეყანაში ვერ ვისვენებ ისე როგორც სამშობლოში ვისვენებ. მე საგზლად გამყვება ცოტა ხნით რომ მივდივარ და სულიერ საზრდოს ვიღებ აქ დროებით ჩამოსული, მაგრამ მე იმედს ვიტოვებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეც და ზოგადად ემიგრაციის უდიდესი ნაწილი სამუდამოდ დაბრუნდება სამშობლოში. რაც შეეხება აი ამ წიგნს, წიგნი ემიგრანტი. ამ წიგნის წერა დავიწყე 2017 წლიდან, მასალების შეგროვება დავიწყე 2017 წლიდან, როდესაც ჩემს ირგვლივ და სოციალურ ქსელში და ისედაც ამებობროში, ნაცნობებში ვაწყდებოდი ემიგრაციის მძიმე ისტორიებს, ვაწყდებოდი ემიგრაციის თემებს, ემიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემებს და რატომღაც ისე ჯერ წიგნად ნამდვილად არ მქონდა ჩაფიქრებული, ვაგროვებდი მასალებს და ვფიქრობდი არა წიგნს, არამედ რატომღაც დიდი სურვილი მქონდა, რომ მთელ ემიგრაციაზე მხატვრული ფილმი გადამეღო და დოკუმენტური ფილმი დარჩენილიყო ისტორიაში. მაგრამ ამას სჭირდება ძალიან დიდი თანადგომა და სულ სხვა მიმართულება, რომ დოკუმენტური ფილმი გააკეთო და მე რაც შევძელი 24 კედელში გამოკეტილმა მოხუცთან მუშაობის დროს ტელეფონით, კომპიუტერიც კი არ მქონდა, აი აღმოჩნდა რომ შევქმენი ესეთი ნაშრომი და სიმართლე გითხრათ, მე კმაყოფილი ვარ რომ ეს ნაშრომი დაიბადა და
კმაყოფილი ვარ იმიტომაც, რომ ამ წიგნის რედაქტორი გახლავთ პროფესორი ქალბატონი თამილა ცაგარეიშვილი, რომელიც ასევე ჩემი უშუალო სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელი იყო და ჩემი პროფესორი იყო უნივერსიტეტში, ასპირანტურაში სწავლის დროს. მე აქედან ამ ეთერიდან ქალბატონ თამილა ცაგარეიშვილის ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი ამ დობისთვის და იმ შრომისთვის, რომელიც მას ჩემზე აქვს პირადად გაღებული. მე ალბათ არაფერი არ ვიქნებოდი, რომ არა ქალბატონი თამილას აღმოჩენა, რომელიც უშგულში სტუმრობდა და რატომღაც იქ აღმომაჩინა და გზა გამიკვალა შემდეგ დიდ მეცნიერებაში, თუმცა სამწუხაროდ მე მეცნიერებაში ვერ გავაგრძელე, იმიტომ რომ მომიწია ემიგრაციაში წასვლამ და ყველა საქმიანობის ჩაკეთვა. მე ემიგრაციაში როცა მიდიხარ და უკვე სულ სხვა სამყაროში ხვდები, პრაქტიკულად უკანტოებ ყველაფერი იმას, რისთვისაც იღუწოდი შენს ქვეყანაში. ასევე მე მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ბატონ გია კვაშილავას ნდობისთვის და იმ შეფასებისთვის, რომელიც მან ჩემს წიგნზე გააკეთა, რეცენზიისთვის და ზოგადად ის შეფასებები რომ წამიკითხე, მე თავი მეპატარავა ბატონო გია და ვიფიქრე, რომ რაღაცას ხომ გაარაჭარბებს და ზედმეტს ხომ არ წერს მეთქი და თუ მართლა ისე შევქმენი ეს წიგნი, როგორც თქვენ გადმოეცით, მაშინ მიზნისთვის მიმიღწევია. ეს არის ზღვაში წვეთი, რომელიც გავაკეთე უამრავი ჩემ შემდეგ და ჩემამდეც ბევრს გამოუცია წიგნი ემიგრაციაზე, მაგრამ ეს უბრალოდ პატარა ზღვაში წვეთი ისტორიული დოკუმენტური ნაშრომი, რომელიც მასალები ეყრდნობა ძირითადად დოკუმენტური მასალებია, აღებული სოციალური ქსელიდან, პირადი საუბრებიდან, არის ცოცხალი ისტორიები, რამდენიმე ემიგრანტის ცოცხალი ისტორიაც არის წარმატებული ემიგრანტებიც და არის ისეთი ემიგრანტებიც, რომლებმაც ემიგრაცია საკმაოდ მძიმედ გაიარა და ამათი შეჯერების ფონზე რაღაც ჩემებულ დასკვნებს ვაკეთებ, არის რეკომენდაციები ასევე მთავრობისათვის, ამ წიგნიდან რა პრობლემური თემებიც გამოიკვეთა, სწორედ აი იმ თემებთან დაკავშირებით ბოლოში რეკომენდაციებია მთავრობისათვის, თუ ყურადღებას მიაქცევენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ასე იყოს, რომ ყურადღების ღირსი გავხადონ და მიაქციონ ყურადღება, თუ რა რეკომენდაციებია ემიგრაციიდან. მოცემული არის წიგნში ასევე ჩვენ ყრილობა ჩავატარეთ, ემიგრანტთა დიდი ყრილობა 2022 წელს და რა თქმა უნდა ამ მასალების დაკარგვა ნამდვილად არ მინდოდა, იმიტომ რომ მე ვიყავი ამ ყველაფრის სათავეში, როდესაც მეცნიერთა კონგრესი მოგზაურობდა ფლორენციაში. 20 დღიანი მოგზაურობაზე, მოგზაურობა, როდესაც ამ მოსილმა ხალხმა ეს ტვირთი აიღეს საკუთარ მხრებზე და მეცნიერთა კონგრესის თაოსნობით ეს ღონისძიება ჩატარდა. ავტობუსში რო ეძინათ 80 ადამიანებს და მე ემიგრანტთა ყრილობით დაგვირგვინდა ეს ყველაფერი, მე ნამდვილად არ მინდოდა ეს მასალები დამეკარგა, მეც ვიყავი უშუალო მონაწილე და ამიტომ უფლება მქონდა ეს მასალები მეცნიერთა კონგრესის თანხმობით წიგნში შემეტანა. და აქვე არის მოცემული ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინაც, რომელიც მე პირადად ვთვლი, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინას მხარი დაუჭირა ემიგრაციამ და სწორედ ამიტომაც შევიტანე ის წიგნის ბოლოში, რადგან ის ემიგრაციამ სწორედ იმ დროში ძალიან ბევრმა ემიგრანტმა ხელიც მოაწერა, წერილობითაც მივმართეთ მაშინდელ პრემიერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა და ამიტომ უფლება მქონდა, რომ ეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინაც მეცნიერთა კონგრესის თანხმობით სწორედ აი ამ წიგნში შემეტანა. მაგ დასაწყისში არის ჩემი პატარა ისტორიაც, ჩემი დიშვილის ისტორიაც, შემდეგ ევროპისა და საქართველოს მიმოხილვა არის მოცემული არის ემიგრაციაში ყველა ის თემა, რაც ზოგადად ემიგრაციას ეხება ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში გადახვეწილ ჩვენს თანამემამულეებს. რა თქმა უნდა, მთლიანად ვერ მოვიცავი, ზღვა მასალა არის, მაგრამ ის მოკლედ რაც შევძელი, ძირითადად შევეხე ყველას. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა იმ ემიგრანტებს, ვინც მანდ თავიანთ ისტორიები. ძალიან დიდი მადლობა იმათ, ვინც მომიყვა პირად საუბრებში საკუთარი ისტორია, ვინც წერილობით გამომიგზავნა საკუთარი ისტორიები. მე არ ჩამოვთვლი ახლა ამ პიროვნებებს, როდესაც ამ წიგნის პრეზენტაცია იქნება, რა თქმა უნდა,
თითოეული გვარი იქ ალბათ გაჟღერდება. მე ვთვლი რომ ამ წიგნის პრეზენტაცია გაიმართება ფლორენციაში ალბათ ნოემბრის დასაწყისში, ნოემბრის პირველ რიცხვებში. სამწუხაროდ საგარეო საქმეთა სამინისტროს, როდესაც გრანტი გამოვიდა ფიზიკურ პირებზე და ემიგრაციაში მოღვაწე ფიზიკურ პირებზეც იყო ეს გრანტი ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, მე გავაკეთე პროექტი, მივმართე საგარეო საქმეთა სამინისტროს, ყველა ამ პროექტში ვინც მინდოდა რომ მომეწვია საქართველოსთან, ყველა იმათი თანხმობა იყო ასევე ფლორენციაში მოღვაწე დიასპორისა და ათენში მოღვაწე დიასპორის. სამწუხაროდ არ ჩათვალეს ღირსად რომ ეს გრანტი მიმეღო და დაეფინანსებიათ ეს ღონისძიება. რა თქმა უნდა, ღონისძიებას მაინც ჩემი პატარა სახსრებით მაინც ჩავატარებ, მაგრამ სამწუხაროდ იმ ძვირფას ადამიანებს, რომლებიც საქართველოსთან უნდა მიმეწვია და რომელთა შეხვედრაც ემიგრაციაში მნიშვნელოვანი იქნებოდა, ალბათ მე ჩემი სახსრებით ამას ვერ შევძლებდა, ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვისაც თანხმობა გავაკეთებინე, რომ ამ პრეზენტაციას უნდა დასწრებოდა. მსგავსი მნიშვნელოვანი საკითხებისადმი სახელმწიფოს არ უნდა დაენანოს ფული. მე მახსოვს ქალბატონო ლუარა, თქვენ ახსენეთ ჩვენი მოგზაურობა მეცნიერთა კონგრესის 20 დღიანი იტალიაში, საბერძნეთში, თურქეთში და როგორი აქტუალებით ხდებოდნენ ემიგრანტები, რამხელა შვება იყო ეს მათთვის. ისინი მიდიან, მაგრამ რატოღაც ელოდებიან ყველა რომ რაღაცა შეიცვლება, რაღაცა შეუცვლით. ფაქტობრივად თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა შეცვალოს ეს ყველაფერი. მე ხა უბრალოდ მაყურებელს მინდა წავუკითხო, რომ გადავშალე და აი გული დააგეთუთქება და რამდენი ასეთი არის ეხლა პატარა ამონარიდი აი ამ ადამიანების, რომელიც ამ წიგნში ყავს მოყვანილი. ჩემო დედოებო, შვილებო, ბებიებო, ვინც ხარ, არ გინდათ სიმდიდრე. ამ სიმდიდრის ძიებაში ყველაზე დიდ სიმდიდრეს ვკარგავთ. იზღარები ცხოვრება უფრო ტკბილია და ჩვენია, ვიდრე ეს ახალი და ცივი ცხოვრება. ასევე ამერიკა არის დაკავშირებული მონურის შრომასთან და ფულთან, მონურის შრომით გამომუშავებული ფულთან, რომელიც არ გერგება, იმიტომ რომ ოჯახს მოწყვეტილი, სიყვარულს და ბედნიერებას, დაკარგულ ცხოვრებას, სულელების განადგურებას ნიშნავს და ასე შემდეგ და აი წერენ ეს ადამიანები, რომლებიც უკვე გავიდა 30 წელიწადი, შეიცვალა თაობა, შვილები გაეზარდათ მათ, ის შვილებიც უკვე იქთკენ მიდიან და მიდის და ჩვენ რა გვეშველება ახლა ემიგრაციას ინახავს საქართველოს დღეს, მაგრამ ფაქტიურად ეს ემიგრაცია უკვე იმკვიდრებს თავს, იქ რომელთა ჩამოსვლა არ უნდა, თქვენს ბრძანეთ, ჩემი ოჯახის წევრებიც იქეთ არიან, რომ აქეთ აღარ უნდა ჩამოსვლა, იქ კიდევ ელოდები რაღაც შვილებას, თუ არ შეიცვალა ქვეყანაში რამე, აღარ გინდა კი არა, მიდის ხალხი. რა სიტყვით ბატონო გია თქვენ წიგნის რედაქტორი ბრძანდებით და ისე და ჩახიდული ხართ აი ამ ყველაფერში და ჩვენი პირველი სატილი მაგროვა მოწვევისთვის ბატონო ჯუბა თქვენ შესანიშნავ საქმეს აკეთებთ გაზეთი ლიტერატურის საქართველო ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის საერთოდ მე ამ გაზეთზე გავიზარდე რომ თქვა მთლიანად ყოველთვის ყველა ნომრები ძველი პერიოდისა ყველა შენახული მოქვს ბავშვობის პერიოდზე ვამბობ. აქვე მინდა ვთქვა საერთოდ ბავშვობის პერიოდში დიდი ემოცია იყო ჩემი რაფიელ ნიჟერაძის ნაშრომებიდან გამომდინარე. იმდენად ემოციური ვიყავი ამ მხრივ ყველა ნიჟერაძე ვისაც გავიგონებდი ყველა მიყვარდა. აი მოცემულობიდან კი არა პირდაპირ გენეტიკურად მოგუდგავს რაღაცა ნიჟერაძე. და ჩემი ინტერესი იყო რომ უზგულში მოხვედრილი ვიყავი რომ მენახა ეს ნიჟერაძეები ძალიან მოინახული ამ ადამიანების შესანიშნავი ადამიანების ძვირფასესი თავისუფალი სვანის განსასვენებელი ადგილი და ეს ჩემთვის დიდი აღთქმანებას იწვევს. ახლა რატომ მოვყევი ეს ყველაფერი რომ ქალბატონო ლუარა ნიჟერაძე მთხოვა თავის წიგნის რეცენზირება და რადგანაც გვარი იყო ნიჟერაძე ამიტომ დათანხმდა. ამიტომ უარი არ მithქვავს და გავიღე ელექტრონულ ვერსია და წავიკითხე დაწვრილებით და დავწერე ჩემი რეცენზია 10 ფურცელი არის 5 ნაწილად დავყავი იმ დრო მსგავსი ნაშრომი მე არ ვარ სოციოლინგვისტი, სოციოლოგია, სხვა მიმართულების სპეციალისტი, მაგრამ ზოგადად მე რასაც ვკითხულობ,
ესეთი ემიგრაციის თემასთან დაკავშირებით მსგავსი ნაშრომი მე ჯერ არ მინახავს და ამიტომ მიყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მის შეფასებებიც კიდევ აქ ჩემი მხრიდან იყო სრულიად ობიექტური გაკეთებული და ქალბატონ ლუარას ახლა პირველად ხედავ უშუალოდ ამ თემასთან დაკავშირებით და ასე ახლა ურთიერთობა ნაცნობობა არ მაკავშირებს. ამიტომ ვერ დავწერდი რეცენზიას ისეთნაირად, რა თქმა უნდა, ობიექტური. დიდი მადლობა. არ იყო მიკერძოებილი ასე. აქ ძალიან ჩემთვის, ესე იგი, წიგს ემიგრანტი თქვა ქალბატონმა ლუარამ, მაგრამ სხვა სახელი უნდა დაარქვეოდა დროში დაკარგული. კი ბატონო. დროში, რა თქმა უნდა, ემიგრანტები არ არიან დაკარგული და მე ჩემ თავს ვთვლიდი დროში დაკარგულად. ჩემი ისტორიით უნდა დამეწყო. მე სხვაგან ვითარდება. ამიტომ შეცვალა სათაური და ძალიან ეს ფორმულაც კიდევ რომელიც წარმოდგენილია მის წიგნის გარეთ აღწერას, ესე იგი ჩვენ საქართველოს გვაძლიერებს, ჩვენ საქართველოს ვაძლიერებთ. ეს ძალიან უხდება ამ ნაშრომს. ნაშრომის სტილი, საუბრის, მოყოლის ფორმა ყველანაირად არის ძალიან გასაგები, საადა და ასე პიროვნულად რომ ვთქვა ისტორიული დოკუმენტია, იმიტომ ამ პერიოდში 30 წლის განმავლობაში ქართული ემიგრაციის ისტორიის შესახებ ასე დაწვრილებით დოკუმენტურ მასალებს გულისხმობ ჩვენ რომ პირადად აღებული აქვს ქალბატონ ლუარას ასე რომ ვთქვათ საველე მუშაობიდან. და ამიტომ ეს ნაშრომი ძალიან საინტერესო და საჭირო. მე ძალიან გამიხარდა რომ ამ წიგნის რედაქტორი მზადდება ქალბატონი თამილა ზაგარიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და გიორგი ჩიტაიას სახელობის პრემიის ორგზის ლაურეატი. ქალბატონ ლუარას მოგეხსენებათ რომ ქალბატონი თამილა არის გიორგი ჩიტაიას მოსწავლე და ფაზის აკადემიის დამაარსებელი გახდათ. ფაქტობრივად ბატონი გიორგი ჩიტაია და ამიტომ ჩვენი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ქალბატონ თამილა ზაგარიშვილის მიმართ, იმ მხრივ რომ ხელი შეუწყო ქალბატონ ლუარას როგორც პროფესიონალად ჩამოყალიბებას, ისტორიის დოქტორი ბრძანდება ქალბატონი ლუარა, ამიტომ მისი პროფესიიდან გამომდინარე ეს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა არის და ფაქტობრივად ქართველებმა ეს წიგნი უნდა ნახოს. მე ხა ტელემაყურებლებს ვეუბნებით პირველად ხედავ წიგს ახლოს, ჩვენ ელექტრონულ ვერსიას გავეცანი და ჩვენ არ ველოდებოდით სურპრიზად. ამიტომ ვათვალიერებთ ყოველი წიგნი ჩვენთვის არის დიდი სიხარული. მადლობა ქალბატონო ლუარა. მადლობა თქვენი მოღვაწეობისთვის. აი შემიძლია ეს სიტყვა თქვენზე ვთქვა, იმიტომ რომ მაგალითად ბატონო ჯუბა არის შემთხვევები, როცა ადამიანები მიდიან საქართველოდან რაღაც გაუთვალისწინებლად. ну ისე რომ ვთქვათ ზოგიერთებს არ აქვს ეს გააზრებული რამდენად რთულია ემიგრაციაში და მოხდა ასეთი ადამიანი ერთი, რომელსაც მე პირადად ახლოს არ ვიცნობ უბრალოდ ერთი-ორჯერ ჩვენს შეხვედრებზე მოდიოდა და მომწერა წერილი წავედი იტალიაში აქ ვარ და პრობლემები მაქვს. ესე იგი იმ ადამიანებს სახელებს ახლა დღეს არ დავასახელებ, რომელიც ამ ქალს შეუქმნა პრობლემები. და რა მექნა ახლა წარმოიდგინეთ, იმდენად ვინერვიულია, წარმოიდგინეთ, ადამიანი გთხოვს დაეხმარო და შენ ამის შესაძლებლობა არ აქვს აქიდან. ამ დროს ვერაფერ ვერ მოვიფიქრე, ამ დროს წერს ქალბატონი ლუარა. იმაში მესენჯერში და ქალბატონ ლუარას ვეუბნები თხოვდი დიდი ამით, რომ მიშველი რამე ამ ადამიანს დავეხმაროთ მეთქი. ქალბატონ ლუარა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილშია, ის სამხრეთ ნაწილში და ეს ერთ დღეში მოაგვარა ეს. დასამბობთ, კაცო. ერთ დღეში მოაგვარა და ეს ადამიანი უკან დააბრუნა. დასამბობთ. არ ჩემი ნათესავი, არ ჩემი ახლობელი, არც ისოვდით და არანაირად უბრალოდ მან მომწერა ასეთი მდგომარეობა და აი წარმოიდგინეთ ასე მიდის ემიგრაციაში ხალხი, რომელთაც არ აქვს გათავისებული. მოსყუებით იყო ის ქალბატონი ჩამოსული და მე ქალბატონ ლუარას ამის გამო დიდ მადლობას ვეუბნები მიუხედავად იმის და ისინი თუ ეუბნებიან მადლობას მე არ ვიცი, მაგრამ მე ვეუბნები რომ ყოველ ქართველზე ზრუნავენ ეს ჯგუფი ქალბატონი მეორე თქვენი ქარდავა, ხო? ირმა ბელქანიას დიდ მადლობას ვეუბნებით რომ ეს ყველაფერი შეძლეს და გააკეთეს. ოთაშორის აი გამინდა გავიხსენო ჩვენი მოგზაურობის პერიოდი. ვიყავით ბარიში, იტალიის ქალაქში, სადაც ბევრი ქართველები არიან და
წმინდა ნიკოლოზის საფრთხე უნდა მოგველოცა და გარეთ გამოვედით და იქ ორი გოგონა საუბრობდნენ ქართველები, მათ არის რომ ჩვენ ქართველები ვიყავით და ეს გოგონა ტელეფონზე საუბრებოდა საქართველოს და ტიროდა რომ ამბობდა რომ მოატყუეს რომ ქუჩაშია არ იცი საწავიდეს და იქ მიიყვანეს ერთ სამსახურში მიიყვანეს და აღმოჩნდნენ ისინი ცუდი ხალხი, მეორე სამსახურში მიიყვანეს და აღმოჩნდნენ ისინი ნარკომანები, მესამე სამსახურში მიიყვანეს და აღმოჩნდნენ ისინი ლოთები და მე ასე შემდეგ და ეს ულამაზესი 23-24 წლის გოგოები ვერც ელაპარაკებოდნენ მეგობარს და ეუბნებოდნენ როგორ დედას და მამას არ უთხრაო და ტიროდნენ და არ ვიცით საწავიდეთო და მე მივედით ჩვენ მივედით იქ და უთხარი ტელევიზიით გადაგიღებთ ტელევიზია ყავდა წაყვანილი გადაგიღებთ თქო რაღაც და უბრალოდ კი ჩვენი ქართული ხმა გაიგეს ნუ აღარ გავგესაუბრენ იმიტომ რომ დაიმორცხეს და რაღაც და აი რაღაც გუგურზე შემომივიდა ვიფიქრე ეხლა საშუალება მქონდეს მეთქი ამ გოგოებს აგერ ჩავსვამდი ამ ავტობუსში და გავიყოლებდი უკან მეთქი მაგრამ რამდენი თანხები ქონდა დახარჯული რამდენი რაღაც და როგორ არიან ქუჩებში როგორ არიან ამერიკაში როგორ არიან ევროპაში ადამიანები და ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს და რას აკეთებს სახელმწიფო, სად არის სახელმწიფო პოლიტიკა ამ კუთხით, აი არ ვიცი, ყველაფერი კალენიკესი არ იყოს, ყველაფერი კარგად არის და ცხოვრება გრძელდება რა და ბატონო ჯობა აქ ბევრი არის და მე ყველა ემიგრანტს ვისაც კი შემიძლია როგორც კი შემიძლია ვეხმარები და შეიძლება ამაში ჩემმა პირველმა გზამაც მიიღო მოახდინა ზეგავლენა, იმიტომ რომ მე როდესაც 2004-ში აქედან წავედის, აღმოჩნდი სრულიად უპატრონოდ უცხო მხარეში, ეხლა არ ამატიროთ, იმიტომ რომ ამ ისტორიას ცლების გარშე ვერ ყვები. ეს ტრაგედია ისე დამრჩაში. ეს რომელი წლები არის ხა? 2004 წელი. მაშინ როცა მაინც მობილური და ესე რომ გენახ ადამიანი და რაღაც ეს არ იყო საშუალება. ფლორენციაში იმ დროს 2-3 ქართველი იყო. და ერთ-ერთი ჩემი ნათესავი ქართველი იყო, იმის იმედად ვიყავი და იმის ტელეფონი მოვიდა. ნუ ეხლა ეს ძალიან რთული ისტორია და ვერ მოვყვები, იმიტომ რომ მაგრამ ფიქრობდი რომ მადლობა ღმერთს რომ ეს მე ვარ და არა ჩემი დადადიშვილები თქვა, მაგრამ სამწუხაროდ მე ცხოვრება ისე წავიდა რომ იმავე გზას ჩემი დადადიშვილებიც გავუყენე ეს ტრაგიკული მომენტების გამო, მაგრამ ბევრი ემიგრანტი დედა რომელიც ფიქრობდა რომ წავა იმისთვის რომ თავის შვილს დაეხმაროს რომ მისი შვილი ამ გზაზე არ წავიდეს აღმოჩნდა შემდეგ რომ ის შვილიც იმავე გზაზე მიდის და აი აქ ზუსტად იმ ემიგრანტ ასეთი ემიგრანტი ჩემი ორივე შვილი ამერიკაში წავიდნენ იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ რაღაცა იმით ჩვენ დაამთავრეს უმაღლესი და რაღაცა შეხედე სიტუაციას ну აი ესე არის რა ერთ-ერთი შვილის წელი დედას აი აქ არის და ну მე რომ ვკითხულობდი ღაპაღუპით მომდიოდა წლები რთული თემაა ემიგრაცია და ვისაც ეს არ გაუვლია ვისაც ეს არ უგრძნია ის ალბათ ვერ გაიგებს და ვერ ჩაწუდება ისე ღრმად მე იმიტომაც მინდოდა ეს ყველაფერი ასე საველე მუშაობით დოკუმენტურად აქ ჩამედო რომ დღევანდელობაშიც და შემდეგ მომავალშიც გაეგო ისტორია ხალხს ადამიანებს თუ რა რთულ გზად გადის ქართველობა რა რთულ ეს ერთგვარი ჯვარცმა არის ქართველობის ეს გზა ემიგრაციის გზა და აქ რომ მიწერია რომ ჩვენ საქართველოს გვაძლიერებს და ჩვენ საქართველოს ვაძლიერებთ ეს სიტყვები მეცნიერთა კონგრესიდან აღებულია მეცნიერთა კონგრესს ეკუთვნის და მე სწორად ჩაჯდა მთლიანად თემატიკაში ჩაჯდა ეს სიტყვები იმიტომ რომ ჩვენ ემიგრაციიდან წამოსული თანხები ტრიალებს აქ ხომ ოჯახები გადაარჩინა იმ თანხებით ემიგრანტმა დედებმა ემიგრანტი დედები არიან გმირები შიგნით ყველაფერი არის გაშიფრული რატომ არიან ისინი გმირები ემიგრაციამ ასევე იმ ფულმა იმ დროში იტრიალა და იბრუნა ხომ ემიგრაციიდან მოცემული არის რა თანხები შემოდის ემიგრაციიდან ამიტომ აძლიერებს ემიგრაცია საქართველოს და ჩვენ კიდევ გვაძლიერებს საქართველოს იმიტომ რომ ჩვენ მუდმივად უკან ვიყურებით სადაც არ უნდა ვიყოთ ვინც არ უნდა ვიყოთ როგორიც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა მივაღწიოთ ჩვენი სამშობლო ერთია და ამას საქართველოს ქვია ამიტომაც უკან ყურება იმედს გვისახავს და გვაძლიერებს რწმენა რომ ოდესმე დაუბრუნდებით ჩვენ საკუთარ სამშობლოში. ასე მე არ ამგონია ეხლა
მოვყვები პატარა მაგალითს, რომ ჩვენ როდესაც წყუნეთში ვიყავით სტუმრად, ემიგრანტ გოგონას იმ ქალბატონი ნანა მანჯგალაძის შვილიშვილი ემიგრანტი გოგონა, რომელიც ამერიკაში დაიბადა, გაიზარდა, ისწავლა, გზაში ერთად ვიმგზავრეთ და მეუბნება, რომ მე საქართველოში მინდა დავბრუნდეო და გამიხარდა, რომ ეს ამერიკაში გაზრდილმა გოგონამ ეს სურვილი აქვს, რომ მე ჩემი ბიზნესი მინდა საქართველოდან დავიწყო. და ისე კარგად ლაპარაკობდა ქართულად და როგორ შეინარჩუნე ეს ქართული ენა მეთქი და ანუ როგორი ქართული სულის არიან ის ქართველობა წასული აქედან რომ მოვდიოდი სკოლიდანო და ინგლისურად ვესაუბრებოდი ჩემ მშობლესო, ჩემი მშობლები მეუბნებოდნენ, არაო ჩვენ ინგლისური არ ვიცითო და ქართულად ილაპარაკეო და ასე შეინარჩუნა ამ გოგონამ ეს ქართული ენა და ძალიან ბევრი არის ესე ქართული დიასპორები, რა თქმა უნდა, ეხმარება ემიგრაციას იმაში, რომ შეინარჩუნონ ქართული ენაც და ქართული მენტალობაც და ქართული სულიც. მაგრამ ეს ხომ არ შეიძლება უსასრულოდ გრძელდებოდეს და მე მიმართავ ხელისუფლებას, რომ უნდა იფიქროთ იმაზე, როგორ დავაბრუნოთ ემიგრაცია ქვეყანაში. ამისთვის სპეციალური პროგრამა უნდა შემუშავდეს, მიზნობრივი დაბრუნება უნდა მოხდეს ემიგრაციის. რა თქმა უნდა, გნებათ ემიგრანტის გადანახული თანხებიც ჩაიდოს იმ სახელმწიფო პროგრამაში, მხოლოდ სახელმწიფო უნდა იყოს გარანტია ნებისმიერი ინვესტიციისა, სადაც ემიგრანტი ჩადებს თავის დანაზოგსას და სახელმწიფო შესთავაზებს, რასთავაზებს სახელმწიფო, რომ ის დაბრუნდეს უკან. აი ეს პროგრამა აუცილებლად უნდა ამუშავოს ქვეყანამ, თორემ ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას და აგერ თქვენ ჩემზე უკეთესად დაინახავთ და ხედავთ. მე ამას წინათ სკოლის მასწავლებელს ვესაუბრებოდი სასწავლო ნაწილის გამგეს, რომელიც მეუბნება, მეც მუშაობდი სკოლაში და მაშინ 2 კლასი იყო, A-B კლასი და 30 ბავშვი იყო და მესამეც უნდა გაეხსნათ, 30-ზე მეტი არ შეიძლება და 35 იჯდა ერთ კლასში. დღეს 10 ბავშვს ძლივს მოუყარეს თავი, რომ პირველი კლასი გაეხსნათ. აი ეს არის დემოგრაფიული კატასტროფა და ამას აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. საერთაშორისო ახლა კიდევ გამახსენდა, რომ საერთოდ რომ რა დღეში არიან ეს ქართველები, რომლებიც იცხოვრებენ და უკვე ოჯახებით არიან იქ, როგორ უნდათ რომ შვილები მაინც იყვნენ ადაპტირებული საქართველოსთან და ერთი ოჯახი არის ჯოხაძეების, რომელსაც შვილი ყავს პატარა და ყოველ კვირას დაყავს ეგრეთ წოდებულ გადასარევი პუნქტები არის, ლოკატორიებს ეძახიან ესპანეთში და ყოველ დღე დაყავს რომ აჩვენოს შვილს, რომ მამას და მშობლებს უგზავნის ფულს და ჩემს კითხვაზე რომ ყოველ დღე ხომ არ ყოველ კვირას იღებ ხელფას მეთქი, ყოველ კვირას დარიხატკო და არა ყოველ კვირას არ ვიღებ, მაგრამ ბავშვი დაყავს ყოველ კვირას და მეკითხება მამა სამივიად ბებიას და ბაბუას უნდა გადაურიცხოთ ფული კიდევო? დრო ამ ბავშვმა იცოდეს რომ ბებია ბაბუა ყავს და ელოდებიან, ეს უნიერ გავს ბავშვს, მაგრამ დრო გადის ის ბავშვი ნელა შეედის იმ ურთიერთობებში და ნელა ენასაც ვიწყებს და ყველა არ არის რომ ყველა ქართულად ბოლოს და საშინელი დემოგრაფიული წიაღწევების წინაშე ვარ და ნამდვილად აი სწორი ბრძანდეთ და მეცათა კონგრესის ფაქტობრივად შემუშავებული აქვს ეს ქალბატონო რა თქვენ იცით ეს ბატონმა გიამაც იცის და უბრალოდ ამუშავება უნდა ამ პროგრამას სახელმწიფო შეუძლია თავისუფლად რაღაცა დაამატოს შეცვალოს და აი რაღაცა ეს გრანდიოზული სხვათა შორის ისევ იმ ემიგრანტების ფულით შეიძლება თავის დაბრუნება ადაპტირება მოახდინონ და თვითონ გამოიყენო მე ეს თანხები სახელმწიფოც რომ თავისთავად აიღოს რაღაცა ხო აი ამ შემთხვევაში მე არ მგონია ემიგრანტი რომელიც არის სრულებდა საკუთარ ნუ ეხლა ადრე თუ ვთქვათ ეს ემიგრანტები ყიდულობენ აქ შემშენებარე სახლებს ფაქტობრივად ჩაანაცვლა ეხლა სხვა ამის ყველაფერი და ესე ძალიან ცუდი ტენდენცია არის რა თქმა უნდა რა ანუ ამასაც უნდა რაღაცა უშველოთ ბატონო გია ნუ ეხლა ემიგრაცია რომ ჩვენ ძალიან დიდი ტკივილი არის ჩვენ ვამბობთ რომ ერთი კუთხით გადაარჩინა საქართველოს და კიდევ კარგი რომ საზღვრები გაიხსნათ ხო ამბობდი თქვენ მოგიხსენებათ ეს პერიოდი პატრიარქმა ბრძანა რომ დაბრუნდით შინ ყველანიო მაგრამ თქვა პატრიარქმაც რომ შეხედა სიტუაცია თუ გახსოვთ მე თვითონვე თქვა რამოდენიმე წლის შენ 2-3 წლის შენ რომ სადაც ხარ დაგლოცოთ ღმერთმა კარგად იყავით იქო და რაღაცო მაგრამ ეს ხომ არ უნდა გაგრძელდეს უსასრულოდ და აი რა შეიძლება აი როგორც მეცნიერს როგორც ადამიანს როგორც აი ამ ქვეყნის პატრიოტ ადამიანს რა შეიძლება რომ
ემიგრაციის ნაკადი ნენელა დაბრუნდნენ რა უნდა რა პირობები შეიძლება შექმნას ქვეყანამ კი გაწერილია ეს ამ კონგრესის დოქტრინაში ყველაფერი მაგრამ აი რეალურად პრაქტიკაში როგორ შეიძლება განხორციელდეს ეს ამბავი როგორ ფიქრობთ მადლობა ბატონო ჯუბამ შეკითხვისთვის საერთოდ ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე გადაცემა გააკეთა ქალბატონი ლუარა ნიჟერაძემ და გავიდა ამ ტელევიზიის ეთერში და ჩვენ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ ამ შემთხვევაში მე როგორც ეკონომიკის დოქტორი, მათემატიკის დოქტორიც ვარ, ეს როგორ უნდა მოხდეს დაბრუნება, ეს ძალიან რთული პროცესია, იმიტომ რომ პირველ რიგში სახელმწიფო თუ ეკონომიკურად გაძლიერდება, მაშინ ეს ბუნებრივი პროცესი იქნება. კი, მაშინ კი. და ისე ემიგრაციის პირდაპირ დაბრუნებას მე არ ვემხრობ, იმიტომ რომ ბევრი პრობლემა შეიქმნება, ისე მეორე ტალღა გაჩნდება და ამიტომ მეთოდი იმისა რომ როგორ უნდა დაბრუნდეს ეს გასათვალისწინებელია და გასაკეთებელია ყოველ შემთხვევაში ემიგრაცია როგორც ასეთი მე მინდა თქვა კიდევ რამდენიმე სიტყვა როგორც კარგია ისე ცუდიცა და ორი ფაქტს მოვიყვან ახლა მე მაგალითად საერთოდ მე ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი ძირითადად ევროპის ქვეყნებში ხდება ქართველები ახლა ჩინეთში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნაკლებად მაგრამ ან ავსტრალიაში მე ძირითადად შევესწარი საფრანგეთში, საბერძნეთში, იტალიაში ქართველების ცხოვრებას. ძალიან რთული იყო ჩემთვის პარიზში რაც ნახე ქართველების მე-20 რაიონში ცხოვრება. ამას ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი. ადამიანებს იცოდნენ ქართველებმა მე იმდენად შოკირებული ჩამოვედი პარიზიდან. პარიზში კი არ ყოფილი ვარ, ასე წარმოვიდგინე, არამედ სადღაც ვიყავი ისეთ ქვეყანაში, რომ ადამიანები ცხოვრობენ ავტომანქანის ქვედა ნაწილში, რომ ზემოთაც კი არ აქვს დასაძინებელი. იმდენია. ეს ჩემი თვალით გადაღებული სურათები მაქვს და ანუ ავტომანქანის ქვეშ თუ? დიახ. ეს მე ყველაფერი გადაღებული მაქვს. კი ბატონო. მე მინახავს ასევე, რა თქმა უნდა, ეხლა ამას შედარებას არ ვუკეთებ, მაგალითად გაერთიანებულ არაბეთის ქვეყნებში ინდოელები საცხოვრობენ საწულის ქვეშ და ასე შემდეგ, მაგრამ ქართველების ამბავს რომ მე მას დავინახავ კონფერენციაზე ვიყავი ჩასული პარიზში და ის კონფერენცია გარეუბანში იყო და ამას მე ვერ ვიხილავდი თუ იმ მე-20 რაიონში არ ნახავდი. ნუ მოკლედ ეს რომ ახსენდება და ქალბატონი ლუარა რომ იწყებს ემიგრაციაში ცრემლები მე მადგება ავტომატურად იმიტომ რომ ეს განცდები მაქვს. ორი ამბავი მინდა გავახსენო კარგი და ცუდი. ზოგადად მედიას საკითხი ჩვენებაც არიციან რომ მედია როგორც შვილების კვლელი არ არის ეს ვიცით ევრიპიდემდე დაწერილი ტექსტები და ქართველებისთვის ეს ასახსენი განვიხდა და დაუბრუნდით ლიტერატურას ამ მასალას განვიხილო მე კონფერენციაზე ვარ მკითხულობ მოხსენებას და მოდის ორი ქალი და მეუნება გვიშველეთო ბატონო გიორგი რა შემიძლია მედიას გამო ცემაო გუშინ ოჯახი ერთ-ერთმა ბერძენმა იმიტომ თქვენ შვილების კულელების ოჯახიდან ხართო და აი ეს ამიტომ მე 2013-ში დავწერე ეს და შემდეგში ვეღარ მიუბრუნდი ამას იმიტომ რომ სხვადასხვა საქმეებზე ვიყავი და ახლა თავიდან დავიწყე იმიტომ რომ ჩვენმა რეჟისორმა ბატონმა რობერტ სტურვა ნონა გაფრინდაშვილის საღამოზე თქვა ისეთი სიტყვა რომელიც არ შეიძლებოდა ეთქვა იმიტომ რომ წიგნები უნდა წაიკითხოს ვერ იტყვის ახლა ადამიანი რომ უშუალოდ რომ ბატონი რობერტი არა განათლებული ადამიანი, მაგრამ ის ძველი წიგნები, რომელზეც ჩვენ გვაქვს ხელმისაწვდომობა, ძველი ბერძნული ლიტერატურა, ხელნაწერების სახით, რომელიც მე ბევრ მუზეუმში მოვიძიე ევროპისა და ამერიკის, ეს არ არის ზოგადად ცნობა. მაგრამ ქართველი მაინც არ უნდა ამბობდეს, იმიტომ რომ უნდა ქონდეს წაკითხული აკაკი ულუშაძე წიგნი ძველი კოლხეთის არგონავტების კუნებაში, სადაც რიგი მასალა ამ ხრივ მედიაზე მოცემულია და დადასტურებულად ვიცით, რომ 431 წელი ქრისტეს შობამდე ევრიპიდეს მედია სპექტაკლი რომ დაიდგა მესამე ადგილი მიეკუთვნა მის ნაწარმოებს და მის თვალსაზრისით თეატრში და იქ მას უჩივლეს ქალბატონება, ისეც ვიცით იმ ძველი დროისა. მაშინდელი არის, კიდევ უარესი რომ გააკრიტიკეს რომ თქვენ მედიას თემა ამხელა დიდი მნიშვნელობის ქალი მეფე, რომელიც არის კოლხეთისა და ასევე საბერძნეთის ერთ-ერთი ადგილის, ასე წერია პირდაპირ სიტყვით, თქვენ შეურაცხავით
და ესე გარდაქმნით მითის ის მიმართულება, რომელიც აქციეთ არასწორად და ხალი გამოიყვანეთ შვილების კვლელად. Აი ეს თემა იყო ძალიან და ამას უწევენ კიდე მავანი მათ შორის ქართველებიც ამიტომ ვამბობ ხაზგასმით ციგნების კითხვა უნდა ვისწავლოთ. ესეც რომ იყოს ეს მაინც არ უნდა თქვა. ობიექტური უნდა ვიყოთ, კარგი დავუშვათ ობიექტურობაზე გავთ, მაგრამ ობიექტური არ ახარ, იმიტომ რომ მე მაქვს მასალები რომელიც ქართველი დედა ამტკიცებს რომ მედეა არ არის შვილების არამედ ასე წერია სიტყვა სიტყვით ბევრ ეს ფრაგმენტები არის იმიტომ რომ ევრიპიდემ 431-ში დადგა ძველწეთ აღრიცხვის მაგრამ ის ხელნაწერები ადრეულია პაპირუსზე დაწერილი და რაც გადარჩა ან ვიღაცამ გამოიყენა ისევე ბერძნებს აქვს ასეთი სტილი მეცნიერული სტილი რომ ახსენებენ ვისგან გადმოიტანა ინფორმაცია ანუ ეფელოს კორინთელი დაუშვათ ან ვიღაცისგან ინფორმაცია აქვს ამიტომ ეს ვიცით დეტალურად გამოკვლეული გვაქვს ეს მასალები ახლა ბევრამე ახალი ამაში არ არის კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტები ჩვენთან საქართველოში საკმაოდ დიდრად არიან ანუ ძლიერი არიან და ეს ყველაფერი ცნობილია მაგრამ საზოგადოებამ ზოგადად ბევრამე არ იცის მეორე მინდოდა მეთქვა იმიგრანტის დამსახურებაზე მინდა ახლა გითხრათ მე სამეცნიერო ექსპედიციით ვარ კუნძულ კრეტაზე ნუ ბევრჯერ ვარ მაგრამ ერთ-ერთ ექსპედიციის დროს მარტო ვარ ძირითადად უფრო მარტო დავდიოდი იმიტომ რომ სამუშაო პროცესში მარტო უფრო მეც მუშაობ ვიდრე სხვა რომ მოდის მე სხვასაც ყურადღება უნდა მიექცე და ამ დროს ჩანაწერებში რაც გაქვს იმასაც ვერ ასრულებ და ბევრ რამე გავეცადე წავედი შორს ჰერაკლიანთან შორს ერთ-ერთ არქეოლოგიურ ადგილას მალიის არქეოლოგიური ცენტრია თქვენ მოგეხსენებათ კუნძული კრეტა პასიფა ეს ანუ აიეტის დის ცივილიზაცია იყო მისი სასახლეები კრეტა მიკენი ძო კნოსოში ფესოში მალიაში და საკროში და ერთ-ერთ სასახლის ნანგრევებში ვიყავ წასული და დავათვალიერე ყველაფერი აღწერ და უკან ბრუნდები ახლა ამ დროს ავტობუსი ვიცი ზუსტად რომელსაც უნდა გამოვიდეს მე ცოტა ადრე წავედ და აი ამ დროს გამისწრო ავტობუსმა იმ მე გარმოდის და დავჩეოდა ეხლა არაფერი აქ ზეი ხო მარტო რა ამაზე ხარ ღელავ საერთოდ მიჩვეული ვარ ამ მარტო ყოფნას იმ რომ მე გეტყვით ჰონგ-კონგში და იმაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკებში უფრო მარტო ვიყავი აქ უფრო ჩემი თავი მგონია რომ სამშობლოში ვარ ამ ადგილებში ფეხით თან ძალიან აცხუნებს მზე და ფეხით წავედი და ამღელა თან შევივლი ამ იმებში რა ქვია ზეთის ხილს თან შევჭამ მე ისევ გამოვალ და ასე მოძრავ და ისე ჩემ აზრზე მოდი ერთი ხელს დაუქრევ რომელიმე ძღოლს მეთქი ვიცი რომ არავინ არ გააჩერებს მაგრამ მაინც გავაკეთე დავაქრია ხელი და გაჩერდა ვაკა ამ ძღოლს რომ გავესაუბრე ასე აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი მაგარი ბანკის უფროსი ყოფილა ეს კაცი და ხელი რომ დავუქნიე გამიკვირდა რომ ახლა ხელს ვიღაცა აკნევს ეს ბერძენი ნამდვილად არ იქნება უცხოელი და რას მისავს გაუჩერებო თვითონ ესე იფიქრა რომ ბერძენი არ დაიქნებდა ხო არა ხელს არავინ არ დაიქნევს ახლა იქ მოგრედ გავიცაუბრეთ ახლა ერთმანეთს და ამ კაცმა მითხრა თქვენ საიდან ხართ საქართველოსთან გადაირია ეს კაცი მე არ ვიციო ქართველები რა სასწაული ხალხი ხართო სიყვარული ოჯახი წევრებისა გვასწავლაო ახლაო ზუსტად ისე ცხოვრობ როგორც ქართველებმა გვასწავლა ხო ამ კაცმა თქვა სად მიდიხარ ახლა მე ვთქვა ჰერაკლიანში თქვენ არა უნდა ჩაგიყვანო იქამდე ბოლომდე და ჩამიყვანე 70 კილომეტრი წამიყვანა წარმოიდგინეთ არაფერი არ გადამახტევინა და ნუ მითხრა რომ ეს სასტუმროში ხარ მე საჩუქრები უნდა მოგიდანო თქვენო ქართველი ემიგრანტის დამსახურება ახლა ამ ქალის ვინც ეს ქალია სახელმწიფოგვარი მითხრა და ჩაწერილი მაქვს ახლა ვერ ვეხსენებ უბრალოდ ახლა მომენტში გამახსენდა ამ ქალის დამსახურება არისო ყველაფერიო წარმატებული გახდიო ბიზნესიო ყველაფერი იმიტომ რომ იმდენად დაალაგაო ჩვენი ურთიერთობები ოჯახშიო იქით სხვაგან რაღაცები და ამის გამო მომკაცმა საჩუქრად მომიდანა ზეითუნის ეთის თელი ის კარგი რამე გაიხსენეთ იმიტომ რომ ამიტომ კარგიც არის და ხო ზოგადად
ქართველ ქალებს ემიგრანტებს, რომლებიც ოჯახებში მუშაობენ, ყველა სხვა ეროვნებისგან განსხვავებულად ყველაზე დიდ პატივს სცემენ და ყველა ეძებს ქართველს. იმიტომ რომ ქართველი რომ ოჯახში შედის, იქ უკვე სულ სხვა ელფერი ეძლევა ყველაფერს და სულ სხვა პასუხისგებლობით შედის ქართველი და სულ სხვა ატმოსფერო მკვიდრდება. ეს ქართველი ქალები ოჯახივით არიან მე იმ ემიგრაციაში იმ ოჯახთან ერთად და ამიტომ ძალიან მჭიდრო ახლობლური ურთიერთობა ყალიბდება და ამიტომ სულად მიყვით. ეხლა რომ აი ქართველი ემიგრანტის დამსახურება ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ ქართველი ემიგრანტები. თუ არა, ემიგრაციის შეიძლება ერთი დამსახურება ეგეთ ჩაითვალოს, რომ ძალიან სოფლიო მამით გაიცო ქართველების ქართველობა და ქართული დიასპორამ გაიტანა კულტურა ზოგადად სოფლიოში ქართულმა დიასპორამ. თუმცა ვერჩია რომ სხვანაირად ყოფილიყო ეკითხებოდნენ საიდან ახალდა ჯეორჯიადან და ეგონათ ამერიკის ჯეორჯია დღეს ყველა მიცის სად არის ჯეორჯია. ეს ქართველი ემიგრანტების დამსახურება. ჩვენი ჭიერი ხალხი ვარ და ნენელა ალბათ სოფლიო გაგვიცნობს ისევე როგორც ამხილა რუსეთში ქართველები არავის აწყენად ყველაზე წარმატებული ვიყავით თითქმის ყველა სფეროში. კიდევ უფრო საინტერესო გავხდით გეოპოლიტიკური ცენტრი ვარ. ბატონო ვარ და მადლობა ღმერთს რომ ეს ბატონო ჯობა ჩვენ მე რომ გითხრათ უცნობი არ უნდა ყოფილიყო საქართველოს ევროპისთვის განსაკუთრებით საბერძნეთის და იტალიისთვის, იმიტომ რომ ჰარვარდის უნივერსიტეტმა გამოსცა 150 წლის განმავლობაში გამოცემს და კიდე გრძელდება ბერძნული და ლათინური ლიტერატურის თელი სისტემა, პლუს აქ მათემატიკური ტექსტებიც გვხვდება. ეს არის ერთ გვერდზე ბერძნულად დაწერილი, მეორე გვერდზე ინგლისურად თარგმანი. ეს თელი ტომები დაახლოებით შეადგენს 620 ტომს. ჩვენმა ბიბლიოთეკამ მგონი 420 ტომი შეიძინა, ეროვნულ ბიბლიოთეკას აქვს. ახლა რატომ ყვები მას? ამ წიგნებში 75% ჩვენს ისტორიაზეა დაწერილი. კი, მაგრამ ეს იყო ბატონოგი ალბათ საბჭოთა კავშირი. არა, საბჭოთა კავშირი არ არის. ეს საბჭოთა კავშირში უკვე დაიკარგა საქართველო. მე გეტყვით, ეს არის ანტიკური ხანის და შემდეგში შუა ხანამდე, შუა საუკუნეების შემდეგ არ არის. 1629 წელს თქვენ მოგეხსენებათ, რომ პირველი ქართული წიგნი დაიბეჭდა სწორედ იტალიაში. ასევე ლოცვების წიგნი. ერთი 128 გვერდი იყო, მეორე მგონი 30 გვერდამდე იყო. ეს გამოცემლობაც სადაც იყო ეს გამოცემა, მომინახულე ირბახი იყო, ნიკოლოზი ირბახი, რომელი ჩოლოყაშვილი გვარად, ერთ ზუგდიდის ეპისკოპოსი იყო, ნუ ახლა ზუსტად არ მახსოვს რა ტიტულს ატარებდა. ყოველ შემთხვევაში ეს დამოკიდებულება რომ ჩვენ გვიცნობდნენ ისინი, რუმელბახი, ისინი ყველა მაგალითად ქართულ ენაზე წერდა საკმაოდ დიდი გამოკვლევა აქვს ლაიბნის 1696 წელს გამქონდა. მაგრამ ჩვენ როცა მე 1801 წელს რუსეთის შემადგენლობაში ვიყავით, შემდეგ ჩვენი გაიგივება ანუ ინფორმაციის რუსი ხარო გეტყოდნენ რომ რუსეთიდან ხარო რუსი ხარო. ხო და ეს ამის გამო არის წვედა. ანუ ჩვენ თვითყოფადი ქართველი ერი არ ჩამიგდით. კი ბატონო. ახლა უკვე დაიწყო ეს პროცესი. ახლა დაიწყო, იმიტომ რომ ჩვენ უკვე დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და უკვე გავხდით ყველასთვის საინტერესო. ამიტომ ვეუბნები ყველა ზოგიერთი ამბობენ რომ რა გვინდოდაო დამოუკიდებლობა. ამიტომ ჭირდება რომ შენი ინდივიდი გამოჩნდეს ზუსტად, ანუ თვითყოფადობა, თორე სხვა შემთხვევაში ჩვენ რომ ეხლა სწორად გამოვიყენოთ ბოდისკეფტით რადიოპოლიტიკურ რაღაცაზე გადავედით ეს მაინც საქართველოა ემიგრაციის ირგვლივ ტრიალებს, მაგრამ ემიგრაციაც საქართველოს ირგვლივ ტრიალებს. ჩვენ რომ სწორად გამოვიყენოთ დღევანდელი გეოპოლიტიკური მოცემულობა, ჩვენ როგორც გეოპოლიტიკის ცენტრი და ყველასთვის საინტერესო ქვეყანა ვიქნებოდით ძალიან ძლიერი სახელმწიფო და არ დაგვჭირდებოდა ემიგრაციაში წასვლა. მაგრამ ამას უნდა სწორი პოლიტიკა. ბრძენი პოლიტიკოსი გჭირდება. ხო, ნუ ბრძენი პოლიტიკას კიდევ გარშემო ვითარებაც მას უნდა შეუწყოს ხელი, იმიტომ რომ ანალიზი პოლიტიკას არ უნდა აწარმოო, შეიძლება არ დაერქვეს. დავით აღმაშენებელმა როგორ გააძლიერა არა, დავით აღმაშენებელსაც შეუწყოს გეოგრაფიული მდებარეობა აქცია. გეოგრაფიული მდებარეობა აქცია პოლიტიკად. შენი გეოგრაფიული მდებარეობა უნდა აქციო პოლიტიკად. ბევრი ნიჭიერი მეფეები ყავდნენ, მაგრამ ცუდ დროს მოუწიათ მეფობამ. არის კიდე გასვათვალისწინებელი. უბრალოდ გიორგი ბრწყინვალე მათ აი როგორ არის იცით?
მარტო ის რაც გიშვერეს უწყნაო ხო თუ ბუნებამაც არ გიშველა იყო რომ ყველაფერი დაემთხვა დავითის დროს და აი დავითის სიბრძნე გამჭრია ხობა და სიმკაცრეც მიეხმარა და რაღაც თორემ ეხლა აი ეხლა დღევანდელ დღეს ეს დავითი გიშველი დაჭერდა მეგონი სტალინი მე მგონი არა მე ვამბობ ჯუბა რომ თუ ეცოდინება ადამიანს შესაბამისად გათვლილი ექნება მე ვფიქრობ ამ განსხვავებულ პერიოდში ჩვენ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. სწორედ ეკონომიკური ურთიერთობების დროს განსხვავებლობა უნდა გახდეს ძალიან წარმატების ერთ-ერთი ფორმა. საჭიროება. ჩემ საყვარელ თემას მივადექი და თქვენთვისაც აქტუალურია ბატონო გია. როცა ჩვენ ახლა მე როცა პირველად ვიმოგზაურე ესპანეთში, ნუ რამოდენიმე წლის წინ და დავინახე ყველგან რო ეწერა იბერია თვითმფრინავებს და ქალაქში დიდ ბანერებზე, ბანკებს და ასე შემდეგ სახელმწიფო დაწესებულებებს ვიფიქრეს რა იბერიაზე იყო საუბარი. და გასაგებია მე რომ ესპანეთიც და დიდი ბრიტანეთიც ესენი არიან ეს პირენეს ნახევარკუნძულის და ყველა ესენი არიან იბერიული ქვეყნები არიან და ოღონდ მათ არ იციან ვინ არის მამა ამ იბერიისა. და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ის გვინდა რომ ჩვენ ვამბობთ იბერია გაბწყინდება, მაგრამ ჩვენ საქართველოს ვეძახით ქვეყანას. და იბერია ის ძველი იბერია ის ჩვენი საქართველო და ყველაზე მთავარი ის ოქროსაწმისი არგონავტები, რომელიც ჩვენი აი გასაღები არის, აი სოფლიო გასაღებია, ხო? ზუსტად გამსახურდია ამბობდა რომ ოქროსაწმისი არ არის ოქროს შემოვლებული ტყავი ცხვირსა, ანუ ეს არის სიბრძნე და სიბრძნე ერთ-ერთი რომელიც რაჭის კავკასიონში არის, წაიღეს ბერძნება მედიას სახით და ჩვენ მივეცით სოფლიოს არა მარტო თაფლი და არა მარტო ღვინო და არა მარტო პურის და რამოდენიმე ჯიში და ასე შემდეგ, არამედ მივეცით სიბრძნე, რომელსაც ქვია მედიცინა. მედიცინა მივეცით და კიდევ ბევრი რამე არის დამარხული იმ ის რასაც ოქროსაწმისი ქვია, სადაც რამოდენიმე სიბრძნე არის და აი სწორედ აქაა ლაპარაკი იმ ფაზისზე, ძველ სახელწოდებაზე რიონის ბრილის სამარხებზე, რომელიც ჩვენ ადრე ვამბობდით რომ ბრილის ესე იყო ეგვიპტიური ნიმუშები კი არ იყო ფაქტიურად ეს იყო აქედან წაღებული ნიმუშები იმ ბრილის სამარხებიდან მღების მიდამოებში სადაც შემოდიოდნენ აქ იყო მიდიოდა ქარხნები იყო ოქროს დამამუშავებელი ქარხნები და რკინის ოქროსი და მიქონდათ მე სპილენძის და ჩვენ ახლა ვაპირებთ ფილმს აკეთებენ რაჭაზე და აი ფასის მთა საიდანაც გამოედინება 4 მდინარე და უკანა მხარეს რუხი ჩერეხი თუ რაღაც მდინარეებია კიდევ და თითქოს 64 ბიბლიურად რომ აი არის სადაც და ედენას მწერვალი რომელიც ფასის თის ერთ-ერთი ის არის გვერდით არის მწერვალი ედენასი და მსოფლიოში ედენას ასად არ ეძახიან საქართველოს გარდა ედემს ასად არ ეძახიან 64-ს მარტო ჩვენ ეძახით ედემს 64-ს როცა ყველგან არის ედენა მათ შორის ევროპაში ედენია 64 თქვენიცი და რაღაცა და ჩვენ გვაქვს ედენას მწერვალი და აი აქედან აი მე რატომაც მგონია რომ სულ ცოტაღა დარჩება და საქართველოს გაიცნობს მსოფლიო აი ამ ყველაფრით აი ამ ოქროს აწმისით იმ არგონავტების ეს არ არის მხოლოდ მითი თქვენიცი და იმ ყველაფრით საქართველოს აქვს და ალბათ კიდევ ჩვენზე მეტი იცის ვიღაცა რომ იმიტომ მას შემოტევა საქართველოზე. კი ბატონო, მე სხვადასხვა ამ წიგნში საქართველოს რაღაც მთავარი თემებიც მოხსენიებული მყავს ძველი წყაროებით და ევროპასთან. და ჯერ კიდევ ჩვენ არა გვაქვს ცნობა იმ ძველ თქვენ კარგად ბრძანეთ რომ აი ძველი მემს საქართველოს ნახსენები ხო და ჯერ კიდევ არა გვაქვს ჩვენი წყაროები კიდევ და ჯერ კიდევ ვერ კითხულობთ იმ ბიბლიოთეკებში ვერ აქვს ცნობა. მე მგონი იმდენი რამე იქნება საქართველოს რაც ჩვენ თვალი აგვიხილება ამისთვის მეცნიერებას უნდა მიეცეს ყველაზე დიდი განვითარება რომ მეცნიერება არის თავარი ქვაკუთხედი სახელმწიფოს იერების. ამიტომ მეცნიერებას უნდა მიეცეს იმ პარლამენტარებზე უფრო მეტი ხელფასი რომ მეცნიერმა აკეთოს თავის საქმე. ვერ გააკეთებს მეცნიერი შიშველი ხელი. პარლამენტის მეცნიერები უნდა იყვნენ მე თუ მკითხავ და არა ბიზნესმენები. ბატონო ჯუბა იმ თემებს შეხედ რომელიც ზუსტად მე ამ თემებზე ვარ ნამუშევარი და დეტალურად ვიცი ყველა თახურულ ფონდში თითქმის თუ სადმე მე არ ვიცი თუ არსებობს ყველა წიგნების PDF-ის სახით უკვე ამოღებული გვაქვს დაახლოებით მილიონამდე წიგნი გვაქვს შეგროვებული ევროპისა და ამერიკის ძველი წიგნები მაგალითად 1566-ში გამოცემული ვატიკანის წიგნები რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი არისტოტელეს მიეწერება ასეთი სიტყვები კიდე მინდოდა რამდენიმე რაღაცა მეთქვი თუ ერთდროულად გამახსენდა აი ეთი საფლავის ქვის წარწერაზე წერს არისტოტელე
ნუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენთვის ცნობილია ქართველებისთვის ზოგადად, მაგრამ ამ გამოცემაში წერია. ძალიან ბევრი რამ იცის ევროპელებმა ჩვენ შესახებ, ვინც სპეციალისტები არიან, ფაქტობრივად ჩვენ გვაქვს წვედა იმ ძველ ინფორმაციასთან სტობის თვალსაზრისით და ეს უნდა გამოსწორდეს, მე ვფიქრობ და ეხლა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ოქროს საწმისი, ეს ზოგადად ახლა რომ გითხრათ, მაგალითად კირკე, პასიფაე იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურებია და მედია და აიეტი ევროპულ ცივილიზაციაში ასახულია, მაგალითად ლუვრის მუზეუმის თავარ კურატორს ვთხოვდი, რომ აბა მაჩვენებთ თქვენი მუზეუმის ყველა გარეთა ფასადის ვინ არის ქანდაკებები, კოლხეთის რომელიმე დედოფალი არის თუ არა გამოხატული, არა ავიღეს სიგნე და საათი თავად წავიკითხა და უთხრი კითხია მეთქი. რომელი ფასადი ორ ადგილას ყოფილა გაკეთებული. ეს ვინ არის, ვეუბნები ეს არის აიეტის და წავაკითხე ის ცელისტით ციტატები ბერძნულიდან. ეს გადავიღეთ ფოტოები ჩამოვიტანეთ, არც ერთმა საფრანგეთში მაცხოვრებელმა ქართველმა ეს არ იცის, ზოგადად ეხლა აუცილებლობას კი არ წარმოადგენს, ყველაფერი იცოდეს ადამიანმა. ამის გარდა ვერსალში კიდევ ერთი ქანდაკება ნახეთ, რომელიც რესტავრაციაში იყო და მე დააბრუნეს და ლუდოვიკო მე-16-ის ერთ-ერთ ოთახში და დიანას სახელობის ოთახია, ქალღმერთების, იქ გამოხატულია სწორედ ეს არგონავტების შეხვედრა აიეტთან. და იქ წერია, რომ მზის შვილების შთამომავალი ვართ. ანუ მზის შვილი, ანუ ჰელიოსის შვილი არის აიეტი, პასიფაე, კირკე, მედია და ასე შვილი. ხო? და იმათი მეფობა დამყარებულია ამაზე. ორდენი არსებობს შვეიცარიაში, საფრანგეთში, გერმანიაში ოქროს საწმისისა და ისინი ამას ცდილობენ. მათ რომ უთხარი, რომ ეს ჩვენი ორდენი აღედი, ნიუ საერთოდ არ იცოდ, მაგრამ გადაშავეს. მე რა უკვე გაიგე. იქ ეწერა. ძველი მაშინ მათ ეს სხვათა შორის ევროპელებს აქვს ძალიან კარგი ინფორმაციის შენახვის და ჩამოწერის და აბა ნახეთ თქვენ ჩამონათვალში აუცილებლად იქნებათ რატო დაერქვა და აუაჩინეს იქ ვიპოვეთ რომ კოლხეთის სამეფოს გამო ქვია ეს. ამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ეს ისტორია. დეკასტექს აქვს ნათქვამი ასეთი სიტყვები. და არც ერთმა ქართველმა ეს კარგად არ იცის რა სიტყვები ახლა ეს. ქართველებმა განანათლეს თელი სოფლიო და წარმოშეს ბერძნული სიმდიდრე. ამოდიენიათ მეტი რაოდენობა. ჩვენ ბოლოს კელავთ, გალბატონო არა ორი სიტყვი. შეიძლება ერთი წუთი არ მინდა ისე დავამთავრე ეს გადაცემა, რომ რაღაც სათქმელი მაქვს რომ არ თქვა. მე აი ამ წიგნის ამ წიგნს ვაჩვენებ ესე მაყურებელს. ჯერ მადლობა მინდა უთხრა გამომცემლობა წიგნობას, რომ ძალიან კარგი ხარისხით გააკეთა ეს წიგნი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი, იმიტომ რომ ჩემი პირველი წიგნი რომ გამოვეცი, კოშკმა კოშკს გადაუძახა, ისეთი ხარისხით იყო გამოცემული, რომ ვერც გამოვაჩენდი და ამიტომ მადლობა გამომცემლობა წიგნობას. ამ წიგნის პირველი ეგზემპლარი მე ვაჩუქე გიორგი სუქნიძეს. ეს გიორგი სუქნიძე არის ახალგაზრდა 27 წლის ბიჭი, რომელიც მთელი 2 კვირის განმავლობაში მე კარგ კეთილ საქმეზე დამყვებოდა და ძალიან კარგად დამაგვირგვინებინა ეს საქმე და იმდენად ზრდილი, იმდენად კარგად აღზრდილი შვილია. მე მის დედას მინდა აქედან უთხრა მადლობა, რომ აი ასეთი კარგი შვილი გაზარდა და კარგი შვილის გამძლელი დედა მიცნია ღმერთთა და რომ სწორედ აი გიორგი სუქნიძის დედაზე უნდა ვთქვა და ვისურვებდი, რომ აი ამ ახალგაზრდობას, ასე კარგად გაზრდილ ახალგაზრდობას უფრო ფართო ასპარეზი გინებოდეს ჩვენს ქვეყანაში და აი ეს მიებაძოთ ყველა ახალგაზრდას აი ამ გიორგის ნაირი ახალგაზრდები მინდა რომ ჰყავდეს ბევრი საქართველოს. მოგგებთ, უღრმესი მადლობა მინდა მოგახსენოთ. აქვე მინდა ვთქვა რომ მე ამ საღამოს მიემგზავრები ჩრდილოეთ კავკასიაში. რამოდენიმე წლის წინ დაიწყო მშენებლობა კისრაუწყში ქართულთა დიასპორის მიერ, რასაც ხელმძღვანელობდნენ ჩემი ნათესავები. დიდი ეკლესიის მშენებლობა ჩაეყარა საფუძველი და აშენდა კისრაუწყის ყველაზე მაღალ შემაღლებულ ადგილზე წმინდა ენოს სახელობის ეკლესია და იხსნება ეს ეკლესია ჩვენთან ერთად მოდიან
ეკლესიის წარმომადგენლები, მღვდლები, რომელსაც უნდა გახსნან და ჩაატარონ პირველი წირვა-ლოცვა. მე დიდი მადლობა მინდა იმ დიასპორას გადავხადო, რომელსაც წვლილი მიიღეს და აი ამ შუა კავკასიაში შეიძლება ესე ითქვა, ჩრდილოეთ კავკასიაში დიდი მართლმადიდებლური წმინდანების სახელობის ტაძარი ააგეს, სადაც ერთი თლიანი სართული, ქვედა სართული ეთმობა არის წმინდა ბერი გაბრიელის სახელობისა. ჩვენ ნაჩიქშიც უნდა ჩავიდე და მოვილოცოთ იქაო და ეკაც ცოტა წირვა-ლოცვა. ესენი ჩვენი მეგობრები არიან, ჩვენ ასოცირება ამ კუთხით შეიძლება ეხლა რუსეთთან ჩვენ არაფერი სადაო არ აქვს პოლიტიკას სხვა რამე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩრდილოეთ კავკასია ჩვენი ძმები არიან და აბსოლუტურად არ უნდა გავიგიოთ რაკის რუსეთის ფედერაციაში არიან რუს ხალხთან და ზოგადად რუსეთთან და წმინდა ნინო შეეწიოს წმინდა საქართველოს, ბერი გაბრიელი შეეწიოს, ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს, ეკლესია გადაგვარჩენს, წმენა გადაგვარჩენს და ის თანმიმდევრული მიდგომები, რაც დღევანდელ კაცობრიობას და ჩვენს ქვეყანას ჭირდება. დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებული დატოვის საქართველოს რედაქცია მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებად. აი ეს ახალი ნომერი არის, რომლის ანონსი აღარ გავაკეთეთ, აღარ გადაგღალეთ, ძალიან საინტერესო ნომერი არის, დატვირთული ძალიან სერიოზული ხალხით, კრიტიკით, რეცენზიებით, ბატონი ტარია ჭარატორია შემოქმედება არის აქ და ბევრი ღირსეული ადამიანისა და სადაც ლიტერატურაა, სადაც კულტურაა, სადაც ხელოვნება არის და სადაც სარწმუნოება, იქ არის სიყვარული და იქ არის ქვეყნის გადარჩენის გზა. დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლები. დიდი მადლობა თქვენ. მშვიდობიანი მგზავრობა და დაუბრუნებოდეთ კარბატონო უღარა დროზე და ბატონ გიას არ ვიცი, ძალიან დიდი წარმატებები. მადლობა. ნახვამდის.